მოგესალმებით, მეგობრებო, როგორ ხართ? მოგიკითხავთ დიდი სიყვარულით, მადლიერებით, პატივისცემით და მოდით დღეს გავაკეთოთ ასეთი გაშლა. რაკიღა თებერვალი ბოლო დღეებს ითვლის და მალე მარტი გვეტყვის გაზაფხული მშვიდობისაო, რა ენერგიები მოაქვს გაზაფხულს თქვენთვის, ხო? მიუხედავად იმისა, რომ გარეთ უკვე ტრიალებს გაზაფხულის სურნელი და არა მარტო გარეთ, მე მგონი ჩვენს შინაგან სამყაროსაც უკვე მოეძალა ყოჩივარდების და იების სურნელი უკვე кайხანია. მაინც ვკითხოთ, ხო? რა გველოდება გაზაფხულზე? მოდით ორ ვარიანტზე გავაკეთებ. იყოს ერთი შუშის ტარო და მეორე ჯადოქრების დასტა. და დასტებით თუ არ გინდათ მაინდა-მაინც, იყოს აი ასე. და იყოს აი ასე. არჩევანი თქვენთვის მომინდვია. პირველი, მეორე ვარიანტი და ხელის ნებართვით მე დავიწყებ პირველი ვარიანტით. აბა ვნახოთ, ვინ მომიბრძანდით. ვინ მომიბრძანდით, ჩემო კარგო ადამიანებო, აქვე ძალიან დიდი მადლობა თითოეულ ჩემი არხის თითოეულ გამომწერს, კულისებიდან მაყურებელ ადამიანებსაც, ვინც ნდობას მიცხადებთ. მადლობა თქვენი ლაიქებისთვის, კომენტარებისთვის. ლაიქებს ნამდვილად ვერ ხედავ, ვინა ლაიქებს და შეგიძლიათ თამამად დაალაიქოთ. და იმ ადამიანებს, რა თქმა უნდა, განსაკუთრებული მადლობა კიდევ, ვინც გარკვეული მიზეზების გამო საჯაროდ ვერ აფიქსირებთ თქვენ საზრს და პირადში მწერთ ხოლმე. კარგით. აბა ვინ მომიბრძანდით? სამიანი პენტაკლები. სხვათა შორის შესაძლოა რაღაც ახალ საქმესაც იწყებდეთ, მაგრამ ზოგადად არასდროს არ გაშინებდეთ ახალი სიტუაციები, ხო? მარტივად ადაპტირდებოდეთ ყველაფერს სიახლესთან. არ იყოს თქვენთვის დამძაბველი, არ იყოს თქვენთვის რაღაცა ბარიერები, ანუ ის რომ ვთქვათ დაბურული ტყეა და მე იქ ვერ შევალ, იმიტომ რომ არ ვიცი იქ რა ხდება, ეს თქვენი არ არის, ხო? თქვენ პირიქით ძალიან ისე თამამად წახვალთ, უფრო მეტი ინტერესით, უფრო მეტი ცნობის მოყვარეობით და ასე ვთქვათ, შეიძლება დაჯილდოვდეთ კიდეც ამ თქვენი რისკიანი ნაბიჯით. შეიძლება სწავლობდეთ, შეიძლება კვალიფიკაციას იმაღლებდეთ, ძალიან გამბედავი ადამიანი ხართ. სხვა შორის ძალიან კარგი ნიჭი გაქვთ ვაჭრობაში, ეკონომიკაში. შესაძლოა ხარისხსაც ფლობდეთ, რომელიმე, იგივე ვთქვათ, დოქტორის ხარისხი ან მაგისტრის ხარისხი, არ აქვს მნიშვნელობა და მოკლედ წარმატებაზე მომართული ადამიანები ხართ, რომლებიც გამორიცხულია საქმე დაიწყოთ და ის თქვენ ბოლომდე არ მიიყვანოთ. გამორიცხულია თქვენ რაღაც მიზნად დაისახოთ და იმაზე ძალიან ბევრი არ იმუშაოთ. საქმიანობის სფეროები მაინც გავაჟღერებ, ხო, არ არის აუცილებელი, მაგრამ ნუ შესაძლოა ვიღაცა უძრავ ქონებას კურირებდეთ. ვიღაცა ხატავდეთ, ვიღაცა გარკვეულ პროექტებს ახორციელებდეთ, ვიღაცა არბიტრი იყოთ, ვიღაცა ასე ვთქვათ დეკორატორ, დიზაინერი, მხატვარი და ასე შემდეგ. ვნახოთ ახლა მეორე და მესამე არკანით ვინ ბრძანდებით თქვენ. კოშკის არკანით ასევე სარისკო სფეროებში შეიძლება მუშაობდეთ ვინმე, ადამიანები, რომლებიც არ უშინდებით არანაირ ქარტეხილს, ზუსტად იცით, რომ ქარიშხლები ზოგჯერ იმისთვის მოდის, რომ გაწმინდოს გზა და არა მხოლოდ რაღაცები დაანგრიოს, რომლებმაც იცით, რომ კანონზომიერია დღეს, ღამე და სიბინელე სინათლე, ამიტომ სწორი, წრფივი ხაზი მაპატიეთ მხოლოდ სიკვდილს ახასიათებს, ტიხარები აუცილებელია სასიცოცხლო რიტმში და ადამიანები სხვა შორის სამხედრო სამსახურის წარმომადგენლებით შესაძლოა იყოთ. და კიდევ ვინ ხართ?
მიყვარს გიждები ამ არკანზე. სამყაროს არკანით მეგობრებო, რა შემილია გითხრათ? შესაძლოა პირდაპირ მნიშვნელობით სამყაროს რჩეულებით იყოთ. ოღონდ იცოდეთ ერთი რამ, რომ სამყაროს რჩეულებს ძალიან დიდი პასუხისმგებლობები აქვს განსხვავებით სტანდარტული ადამიანებისგან. განსხვავებით იმ უპროგრამო ადამიანებისგან, რომლებიც მოსწრებაზე არიან ამ სამყაროში ყველაფრის, იმიტომ რომ იციან რომ ვთქვათ, დიდი მიზანი და დიდი ასე ვთქვათ მომავალი არც აქ და არც მიღმიერ სამყაროში მათ არ ელოდებათ, ისინი არიან ძალიან ისე. არავის შეურაცხყოფას არ ვაყენებ, მაგრამ ნუ ასია. სამყაროს რჩეულები ბევრად რთულ, ბევრად ისეთ გზებს გადიან, მაგრამ ასრულებენ თავიანთ მისიას ბოლომდე, ხო? სამყაროს არკანით საქმიანობის სფეროები სხვათა შორის კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არ არის აუცილებელი, მაგრამ შესაძლოა ვიღაცა იყოთ მოგზაური, შესაძლოა ვიღაცა იყოთ ასევე დაკავშირებული ჰაერთან, ანუ რაღაც ეგეთი სამსახური გქონდეთ. ყოველ შემთხვევაში ცალსახად იღბლიანი ხართ, აი ქუდბედიანიო რომ ვიტყვით ხოლმე, ხო? რაღაცა ისეთი ადამიანი და შეიძლება დიპლომატიც იყოთ რომელიმე არის დიპლომატიურ სამსახურთანაც გქონდეთ კონტაქტი. ამავდროულად შესაძლოა მოცეკვავეც იყოს ვინმე ან სულაც სამყარო. ხო, აი სასოფლო სამეურნეო რაღაცა ფერმერობა, ეგეთი მიმართულებით შესაძლოა გადათამაშდეს. და ვნახოთ ახლა ჩემო კარგო ადამიანებო, რა მოაქვს თქვენთან გაზაფხულს. ტუკ რა მოგიტანეო. აბა ვნახოთ. რა საინტერესოა. მეგობრებო, თქვენ ცხოვრებაში შემოვა ხმლების დედოფალი. თუ ვთქვათ ჩვენ, მოდი დავამატებ არკანებს და მე ისე გეტყვით, იმიტომ რომ ეს მოვლენაა თუ პირდაპირ მნიშვნელობით ადამიანის სხვა არკანებთან ერთად უნდა ამოვიკითხო. არა, გეუბნებით, მე არ პირველი რაც წამოვა ხოლმე ინფორმაცია ის არის ხოლმე გასაგებია. სხვა შორის ძალიან ისეთი ამბავი გელოდებათ წინ, ჩემო კარგო ადამიანებო. წყვილში ამოდიხართ და რა საინტერესოა. ნუ მე ხარზე არ ვთქვი, რომ ზუსტად სამყაროს რჩეულ ადამიანებს ძალიან ბევრი დასტის თონი რამ აქვს. ხო. რა გინდა რო ქნა. გავიგეთ, მაგრამ რატო? გასაგებია. თავიდანვე მივხვდი, მაგრამ არ ვთქვი. მოკლედ, მეგობრებო, აქ დიდი ალბათობით თქვენს ცხოვრებაში მისმინეთ შემოდის ადამიანი, რომელიც ან ოჯახის დანგრევის ზღვარზეა, ან უკვე დანგრეული აქვს ოჯახი. სხვა შორის ძალიან ინტელექტუალია ეს ადამიანი, მამაკაცი, ქალი არ აქვს მნიშვნელობა, ზომოდ განათლებული, ძალიან აი განსხვავებული ვიბრაციების და ენერგეტიკის მქონე. ადამიანი, რომელიც არ ნებდება არანაირ გამოწვევას, არ ჩერდება, მან იცის რომ სწავლა სიბერემდეა, მხოლოდ სულელებმა იციან ყველაფერი ბოლომდე. ადამიანი, რომელიც ერთი შეხედვით შეიძლება იფიქროთ, რომ ცოტა ისეთიაო, აი ნუ ცივი, ცოტა გულგრილი, მაგრამ რეალურად მის სულში დიდი ორომტრიალია გრძნობების, ვნებების და ემოციების. ეს შესაძლოა თქვენთვის კარმული პარტნიორიც იყოს.
სამშაბლოს არკანით მეგობრებო, აქ ძალიან დიდი ცვლილებების მოწმე გახდებით თქვენს თვალწინ ფორმირდება ადამიანი. მოდი ასე გეტყოდით. და სხვა შორის ამაში თქვენ ძალიან დიდ წვილს შეიტანთ. თქვენ ამ ადამიანთან ამოდიხართ წვილში. აქ მახსოვს რომ ამოვიდა ასევე კვერთხების დედოფალი ერთი წამით უნდა ვნახო. იმდენი არკანებია ხო? აგერ მქონია პირდაპირ კი ბატონო. თქვენ აი პირველივე კომუნიკაციისას მიხვდებით რომ ეს ადამიანი თქვენია. თქვენს ცხოვრებაში იქნება შეხვედრა ამ ადამიანთან. ეს ადამიანი თავის ტვირთებს გაგიზიარებთ. ოღონდ ბოლომდე არა, რაღაც ესე ფრაგმენტულად გელაპარაკებათ რაღაცებს. შეიძლება რჩევაც გკითხოთ და ეს რჩევის კითხვა გარკვეული გამოცდა იყოს თქვენთვის რა ირას როგორ მირჩევს. აქ არ გამოვრიცხავთ თქვენც უკვე რაღაცნა ცხოვრები, თქვენი მზითები გქონდეთ ამ მიმართულებით და ამ ნაწილში თამამად კითხოთ რა ის შენ რას მეტყოდი. ამ დასტაში მაგის არკანი სხვათა შორის არ არის მხოლოდ მანიპულატორი ან რაღაცა არა. ეს არის ძალიან ჭკვიანი ადამიანი, გამარჯვებების არკანია მაგის არკანი და ამავდროულად არის მეგობრებო გაზრდის, განვითარების, წინსვლის ძალიან ისეთი ენერგიის მატარებელი არკანი. კი, ცოტა მანიპულაციასაც არ გამორიცხავს ეს ყველაფერი, მაგრამ აი ეს ქალი თუ კაცი ვინც შემოვა თქვენ ცხოვრებაში არ შეიმჩნევს რომ ძალიან პრობლემებშია, ძალიან ჩიხებშია, ძალიან ისე ეჭირება თავი რა, აი იცით როგორც რომ აი ძალიან აკადემიურად პირიქით, აი როგორი მომენტი ექნება, იცი რომ თქვენ იფიქრებთ რომ რა ეშველება ამას ახლა ასეთ პრობლემებში, არა ფინანსები, არა გვერდში დგომა, განდეგილის სიტუაციაშია, მარტოა ხო, ვინც არ უნდა ყავდეს გვერდით, ეს ადამიანი ეხლა არის მარტო. და გაოცებული იქნებით, რომ რანაირად ართმევს აი ამ ტკივილებს თავს, რანაირად ართმევს აი ამ თავისყოფას თავს, რანაირად ინარჩუნებს ოჯახს, რის ფასად, ხო? რის ფასად, რისი მაინც რომ ტრადიციებზე კონსერვატიული, ცოტა ესეთი მოაზროვნე ადამიანიც იქნება. და ძალიან ისე გაგიკვირდება სხვათა შორის მინდა გითხრათ. იმასაც იფიქრებთ, რომ ეს თავის სტაბილურობას ვერ თმობსო და ცოტა შეიძლება ეჭვით შეგეპაროთ, მაგრამ რეალურად მე ხო და ცოტა ისეთი აი იცით როგორ გეჩვენოთ, რომ რაღაცა თითქოს ილუზიებს ქმნისო, თითქოს რაღაცა სიმართლეს არ ამბობსო, მაგრამ რეალურად მიხვდებით, რომ ეს ქალი თუ მამაკაცი ვინც თქვენ ცხოვრებაში შემოვა, ხო არ ეპოება არაფერს, მან იცის რომ აი ამ დაკიდებული სიტუაციიდან ნახეთ ფეხები არის აბსოლუტურ გაურკვევლობაში, სიბნელეში და ეს ქვედა მხარი არის ნათელში, ხო? სინათლეში, ბევრად სხვა სიფერადეში და მან იცის რომ როგორც კი აი აქედან ხელს გაუშვებენ, ჰოპ, ეგრევე უკეთეს სიტუაციაში ჩავარდება, ხო? ანუ იცის რომ ასე ვთქვათ არას ზოგჯერ რაღაცა სიტუაციები გვეძლევა იმისთვის რომ რაღაცა უკეთესი სთვის შეგვამზადონ, ხო, აი ესეთი მომენტი გექნება და ძალიან სხვა შორის აღფრთოვანებული იქნებით ამ ადამიანით. იმასაც იფიქრებთ რომ რამეს ხომ არ ცოტა ეჭვის მომენტები გექნებათ ამ ადამიანის მიმართ, მაგრამ ხო, ის მომენტიც გექნებათ, რომ აი ემოციებს ხომ არ ავყევის ზედმეტად მიღირს ეს ურთიერთობა, კი თითქოს დედამიწა ხელში მიკავია, თითქოს ყველაფერი ხელის გულზე დაიდეს და მომიტანეს, მაგრამ უნდა გავრისკო, მე მიღირს, რომ ვიყო ამ ადამიანისთვის, კვერთხების რაინდი, აი ცოტა კითხვის ნიშნები გექნებათ, რა საინტერესო აბსოლუტურად თავიდან ბოლომდე პირადზე მიყვება ამ შემთხვევაში გაზაფხულის ენერგიები და სხვათა შორის ისეთ პირადზე, რომ ბევრი ვერ გაუძლებს სწორად მეგობრებო, ესეც გაითვალისწინეთ. და ვნახოთ ახლა კიდევ აი რა ენერგიები შემოგვცეს, გავიგეთ ვინც შემოყავს, რა საით წავა მე სიტუაციურად. ხო, ნუ შეიძლება ოჯახი შექმნათ ამ ქალთან. არ გამიკვირდება მეგობრებო, ეს თავიდანვე მოდიოდა ეს ენერგიები, გულწრფელი ვიქნები, უბრალოდ არ გავაჟღერე, იმიტომ რომ ხმამაღლა ცოტა ხმამაღალი ნათქვამები არ არის ხოლმე. ნუ გიდასტურებს მე ტარო. აი, ნუ არ ვიცი, ემოციების სრული კასკადი იქნება.
თქვენს ცხოვრებაში. აი იცით როგორი ადამიანი იქნება ეს თქვენთვის უპირობოდ მიმღები, უპირობოდ გამგები, აი როგორ გითხრათ საკუთარ თავს რომ გაიხდი ქაოსი, უბრალოდ აი ხო საკუთარ ქაოსურ არეულ თავს რომ გაიხდი და აი ამ ადამიანს რომ ჩაიცვა, არ ვიცი ხო რამდენად ხო მეტაფორულად ვამბობ და იმედია ვიღაცების ტყუებზე არ გამომეკიდებით, მაგრამ აი და ამ ადამიანთან ერთად სიმშვიდეს და ჰარმონიას რომ ჩაიცვა, აი დაახლოებით ესეთი მომენტები გექნებათ. აჰა, გეუბნებით წეგარ ვინც ამოვიდა ის ყავთ დასტის ფონზე. ნუ ეს სავარაუდოდ ან თქვენს თვალწინ მოხდება ამ ადამიანის ოჯახის დანგრევა, ან უკვე დანგრეული აქვს ოჯახი და ბოლოს წერტილს დაუსვავს ეს თავის იმ ძველ ნერვიულობებს, ძველ ტკივილებს, ძველ ასე ვთქვათ ალიაკოთებს და კი ეს თქვენთვის იქნება აი არ ვიცი ქალი ყველაფერი რომელიც აერთიანებს თავის თავში ძალიან ბევრ ქალს ხო იქ სექსუალურ ქალსაც იქ ინტელექტუალურ ქალსაც იქ ცოტა დედის როლსაც ცოტა მზრუნელ ნუ მოკლედ რთული გამოცდების წინაშე დაგაყენებთ სამყარო მაგრამ რეალურად ეს ადამიანი ამად ღირს კარგით მადლობა პირველ ვარიანტს და გადავიდეთ მეორე ვარიანტზე ხო როგორ ჩქარობს მეორე ვარიანტი და ახლა ვნახოთ მეორე ვარიანტი. ხوار დაგაცდიან. დაკიდებული მამაკაცის არკანი კი გადმოფრინდა. კარგი, ვინ მომიბრძანდით აბა ახლა მე ეს მაინტერესებს პირველ რიგში ვიხართ. ძალიან ემოციური ადამიანები, სხვათა შორის ძალიან განათლებულებიც. ფინანსურათაც საკმაოდ მყარად მდგომი ფეხზე. ადამიანები, რომლებიც ძალიან დიდი ინტუიციას ფლობთ, ადამიანები, რომლებიც აი სამყაროს ხართ მინდობილები. იცით რომ როდესაც ძლია კეთილმან ეს აპრიორია, ეს აქსიომაა და გჯერათ რომ მოკლედ სამყაროში ნათელი ფერი უფრო მეტია ვიდრე მუქი. სხვაჩერ ძალიან აი ზრდაზე ორიენტირებული ადამიანები ხართ. სულ მუდმივად ცდილობთ რომ რაღაცა ახალი გაიგოთ, ახალი ინფორმაცია მოიძიოთ, რაც თქვენს სიტუაციას უფრო წინ წასწევს, ხო? ისწავლოთ, განვითარდეთ, არ გეშინიათ ცვლილებების, ახალი სიტუაციების, ახალი რეალობების, ახალი ადამიანების. პირიქით, ზუსტად იცით რომ იმისთვის რომ ასე ვთქვათ, რეგენერაცია მოახდინოს იგივე მენტალურმა მემ, იგივე ფიზიკურმა მემ და ასე შემდეგ, განახლებაა ხო ნებისმიერ რაღაცისთვის საჭირო. თუ სისხლში ახალი უჯრედები არ წარმოიქმნა და ახალი მოლეკულები არ წარმოიქმნა, ვერ გააგრძელებს ხო ელემენტარული ცირკულაციას და ელემენტარული ჟანგბადით მიწოდება სხვადასხვა ორგანოების. ანუ განახლება, სიახლე ყოველთვის საჭიროა და ეს თქვენ ძალიან კარგად გაქვთ გააზრებული. შეიძლება შემოქმედებითი სფეროს წარმომადგენელი იყოთ ვინმე, IT სფეროს წარმომადგენელი იყოთ ვინმე და საგამოძიებო სამსახურების წარმომადგენელი იყოთ ვინმე. ადამიანი, რომელიც აი შეიძლება ახლა სწავლობთ კიდეც, ვითარდებით და ადამიანი, რომელიც ყოველთვის სხვათა შორის მინდა გითხრათ, რომ შედეგებს იღებთ, აღიარებასაც იღებთ და პატივისცემასაც იმსახურებთ გარშემო მყოფებისგან. და მოდით ახლა ვნახოთ რა მოაქვს გაზაფხულს თქვენთან. არჩევანი, რატო, რას ვირჩევთ, რას ვუფრთხილდებით და რატო? გეხოცები ხა აქაც სამკუთხედი აღარ გვინდა. გეტყვით. გავიგეთ და რატო ერთიც და
გასაგებია. ხო, აქაც პირველი ვარიანტი შედარებით უფრო რთული იყო, მაგრამ ნუ აქაც დავიწყოთ მოკლედ. დავიწყოთ იმით, ჩემო კარგო ადამიანებო, რომ უკან მოიტოვებთ აუცილებლად საბოლოოდ, აი ძალიან დიდ წერტილს დაუსვამთ ურთიერთობას ხმლების ტუზით, რომელშიც ურთიერთგაგებაზე, სიყვარულზე, მზრუნველობაზე, სითბოზე მეტი იყო ნერვიულობა, მეტი იყო აიწონა-დაიწონა ემოციური საქანელები. დღეს რომ გაგიღიმებდათ, გულში ჩაგიკრავდათ და სამყაროს გაჩუქებდათ პირობითად, ხვალ საერთოდ აღარ ემახსოვრებოდით, ხო? აი ესე შეიძლება ისე წასულიყო, რომ მოკლედ მაპატიეთ, ცუდად არ გამიგოთ, შეიძლება რაღაცა მომენტში ერთჯერად ქალთაც ან მამაკაცადაც აღიქვამდით თავს ამ ქალთან ურთიერთობით თუ ამ კაცთან ურთიერთობით, ხო? აი ვერ გქონდათ სტაბილურობის შეგრძნება ამ ადამიანთან. სულ გქონდათ იმისი განცდა, რომ ეხლა ადგება და სხვაგან წავა, ეხლა ეს ჩემს პარალელურად კიდე ვიღაცას ხვდება, კიდე ვიღაცას წერს. ენა აქვს ისეთი, რომ ილაპარაკებს და სასწაულ რაღაცებს დაგიდგავს, ნუ როგორც წყლის სტიკის ხო წყლის სტიქიას ახასიათებს, ნუ თასების მეფეს. არასტაბილურობა, უცებ ისე თაუბრს დაგახოს თავისი ნებებით, სექსუალური ენერგიებით, თავისი მოფერებით და ნუ მოკლედ ქარიზმით, რომ აი გეგონება რომ მორჩა, მე ჩემი კვერთხი ავიღე, ამდენი ბრძოლის მერე ძლივს როგორც იქნა გავედი ფინიშზე, ეს ადამიანი ჩემთვის არის ბედით მოცემული, აი ნუ ეს ადამიანი არ ვიცი, ჩემთვის არის საბედისწერო, მაგრამ რეალურად კიდევ ერთხელ ვიმეორებ, აბსოლუტურად ყველაფერი სხვანაირად ტრიალდებოდა და ბოლოს გადაწყვეტთ, რომ რა რასაც ვფიქრობ, იმას გადაწყვეტთ, რომ აღარ გინდათ, რას ნიშნავდა ეს დიდი წერტილი. დიდი გადაწყვეტილება, აბა რას გადაწყვეტთ. კი, სამართლიანობის არკანით ბოლოს და ბოლოს საკუთარ თავში გამოვარკვევთ, რომ იცი რა, ესე არ ხდება, მე ეს არ დამიმსახურებია. მე დავიღალე, ჩემი ტვირთი მეყოფა არათუ სხვისი და მე თასების დედოფალი ვარ. მე ყველაფერი შემილია, მე ყველაფრით სავსე ვარ, ლამაზიც ვარ. და აგერ კი ბატონო, ოჯახი მინდა, მე არ მინდა ეს მიჯაჭვულობები, მე არ მინდა ეს მენტალური პრობლემები, ეს მუდმივი არასრულფასოვნების კომპლექსი, რომელიც ამ ადამიანთან ურთიერთობამ გაგიჩინათ. და გამყოფათ აი ამ სიტუაციაში, ხო? მე დღეიდან ხმლების დედოფალი ვხდები, მე რა რომ მამაკაცებიც მიყურებთ. ხმლების ენერგიაში, ან ცივ ენერგიებში გადავდივარ, ხო? მე არ მინდა ეს ურთიერთობა, მე ვანგრევ ყველაფერს იმას, რაც მე მანგრევდა. და უკაცრავად, всё, აღარავის მივცემ უფლებას, რომ ჩემს პირად საზღვრებს ცუდად შეეხოს. აქამდე სულელი ვიყავი? კი ბატონო, აქამდე მჯეროდა, რომ ესეთი იყავი? არა, всё, აღარ მჯერა, იმიტომ რომ ვიცი, რომ შენ დღეს აქ ხარ, ხვალ იქ ხარ და სტაბილური მომენტები არ გაქვს, რომ არ გაქვს კონტროლი. ხშირ შემთხვევაში შეიძლება ხელს უშვებდე სადავეებს ეტლისას და სულის მომენტი გქონდეს აქეთ თუ იქით და ბალანსის მომენტი არ შეგეძლოს, ხო? მე ეს არ დამიმსახურებია. კაი, მაშინ აბა რას გადაწყვეტ, რა დაიმსახურეთ, რა გინდათ, რომ თქვენს ცხოვრებაში იყოს? ხო, აი ნახეთ, მე პატივისცემას ვიმსახურებ, მე აღიარებას ვიმსახურებ, ხო? მე ქუჩაში რომ გავივლი, ხალხი შემომნატრის და ეხლა მე რატომ უნდა გავინადგურო და გავინერვიულო თავი იმ ადამიანის გამო, ვინც მე არ მაფასებს პირობითად, ხო? კი ბატონო, მე ოჯახი მინდა, მე მინდა, თვითკმარობა მე მინდა, მე ვარ ესეთი, ხო? ყველაფერი მაქვს აიმისო, რომ ვიყო წარმატებული, ვიყო თვითკმარი, ვიყო წარმოსადეგი, მე ჩემი ტრონი მეკაოს, ასე ვთქვათ და ეხლა ნუ ვიღაცა მოდის და ხო, ვიღაცა მოდის და ზედაპირულ ურთიერთობებს თავაზობს, უკაცრავად, არა, ეს ჩემი არ არის, ხო? მე ეს არ დამიმსახურებია, მე
აი მე მჭირდება ჰარმონია, მე მჭირდება ბალანსი, მე მჭირდება სიმშვიდე, ხო? არც იქით, არც აქეთ, დღეს ახლა უცებ ერთ პოლუსზე მომისროლე, ხვალ მეორე პოლუსზე მომისროლე, ეგრე არ არის. მე შენ ჭკუას გასწავლი დაახლოებით ეს მომენტები მოდის. კი ბატონო, დაგიტრიალებ ყველაფერს ბუმერანგად უკან. რაც შენმე მაწვალე, რაც შენმე მანერვიულე და რაც შენმე ხო, ცოტა ისეთი ენერგიებით შემოიტანე ჩემში, რომ საკუთარი თავის რწმენა დამაკარგინე, ხო, ეგრე არ ხდება. კაი. მოდი ახლა საბოლოო კითხვით კიდე ვიკითხავ. რეზიუმესავით რომ გავაკეთოთ, აბა რა შემოდის? რა ან ვის შემოდის გაზაფხულზე, ხო, რა ენერგიები მოაქვს? ეს ძალიან კაი ენერგიებია, მეგობრებო, თქვენს თავს იპოვით. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ხო, თავდაცვით რეჟიმში გადავდიხართ. ნახეთ, მე არავის აღარ დავაჩაგრინებ თავს. მორჩა, მე ახლიდან უნდა დავიწყო ყველაფერი. მე აღარ მჭირდება ეს მომენტები, როცა ხან მიტევდნენ, ხან მეფერებოდნენ, ხან მიალერსებოდნენ, ხან კიდე ხო, მე ვანულებ ყველაფერს, მე ვივიწყებ აბსოლუტურად სულ ყველაფერს და მე არ მჭირდება, არ მინდა ის ემოციური რღვევები, ხო? კიდე მანახე. ხო, აი მე მინდა მჯეროდეს ბავშვურად კიდე მე მინდა რომ მიხაროდეს მე მინდა რომ ვიღაცა ჩემზე ზრუნავდეს ხელს მიწვდიდეს თავის ემოციებს მიწვდიდეს ხო გულში მიხუტებდეს ადამიანურ სითბოს მჩუქნიდეს პირველ რიგში და არ მანერვიულებდეს და სული მომენტში არ ვიყო რომ ხო რაღაცა ეხა ჩემთან იყო მე ვიღაცასთან წავა და ეს მომენტი მე მომწონს ძალიან ეს ენერგიები მეგობრებო განსაკუთრებით ქალები თუ ამ აზროვნებამდე მიხვალთ დამიჯერეთ რომ მოდი აბა კიდევ ნახოთ ერთი არკანით აჰა ნახეთ თუ მიხვალთ სამსახურებრივი სფეროც ყველაფერი მიბმულია ერთმანეთზე ხო აქ ჩავარდნამა აქვს აქ ერთი რგოლი გამოაკდა მე მთელი წყობა და მთელი ასე ვთქვათ კონსტრუქცია დაინგრა შესაბამისად თქვენს თავს პატივს როგორც კი ისცემთ და როგორც კი ასე ვთქვათ დაანახებ სხვასაც რომ მე აი ამას ვიმსახურებ ესევე მე უკვე ინერციით სხვა სფეროებით ძალიან კარგად ამოიქაჩება რა ვიცი კიდევ უნდა დავამატო რამე არ მგონია მე მგონი ყველაფერი ვთქვით და კიდევ რა შეიძლება შემოვიდეს თქვენს ცხოვრებაში მანახე რვიანი პენტაკლები, ხო, სამსახურებრივი სფერო, კარიერული სფერო ძალიან კარგად აგეწყობათ მეგობრებო და შეიძლება დაგაწინაურონ კიდეც. ან პირდაპირ მნიშვნელობით შესაძლოა თქვენს ცხოვრებაში შემოვიდეს იმპერატორი, რომელიც რა? კი ბატონო, რომელიც სერიოზულ ურთიერთობას მოგცემთ. რომელიც იზრუნებს თქვენზე, რომელიც ასე ვთქვათ, ელემენტარული ნორმალურ ყურადღებას მაინც მოგაქცევთ, ხო, მარტო მატერიალურს არ გულისხმობ. სხვა შორის ძალიან ეშლებათ ხოლმე ადამიანებს, რომ ყურადღებაში მარტო მატერიებს თვლიან, ხო, ფული და რაღაც საჩუქა. არა, ეგეც ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანია ის, რომ აბა როგორ გეძინა, აბა სათხარ, რამე ხომ არ გჭირდება, ხომ არ მოვიდე წამოგიყვანო, ხო, აი ელემენტარულია, ადამიანურია, მაგრამ ძალიან დიდი ფუფუნებაა ადამიანისთვის. სულ ეს იყო დაგემშვიდობებით, მადლობა ნდობისთვის, დროებით.